მოგესალმებით, ჩვენ დღეს გსურს გამოვეხმაუროთ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც მომზადდა EUTHOS მოსკოვის მექანიზმის გამოყენებით. მომავალში, როდესაც ისტორია შეაფასებს ყველა იმ გადაწყვეტ მომენტს, რომელმაც ქართველი ხალხი დაახლოვა გამარჯვებას რეჟიმზე, რომელიც არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არ ღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ძალადობს საკუთარ ხალხზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გუშინდელი დღე 2026 წლის 12 მარტი შევა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გამარჯვების გზაზე. გამოქვეყნებულმა დასკვნამ დაადგინა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და პოლიტიკური უფლებების სისტემატიური დარღვევა ხდება მმართველი რეჟიმის მიერ. დასკვნამ დაადგინა, რომ რეჟიმი ასევე სისტემატიურად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და ყველა ძალადობის ფაქტი გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. ამ დასკვნამ მოამზადა ძალიან სერიოზული საფუძველი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყოს მძლავრი სამართლებრივი მექანიზმების ამუშავება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ეს რეჟიმი უარს იტყვის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც EUTHO-მ გამოაქვეყნა. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მითითება ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის ამუშავებაზე. მე მინდა, რომ ეხლა პირველ რიგში რეჟიმის ყველა მსხვერპლს, ადამიანებს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დამწყვდეული ციხეში, ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც რეჟიმმა გამოიყენა ფიზიკური ძალა, ადამიანებს, რომლებიც დაამცირეს, ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც გამოიყენეს უცნობი ქიმიური ნივთიერება, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსურად ანადგურებს რეჟიმი სრულიად არაადამიანური ჯარიმებით და ყველას, ვინც გახდა ამ რეჟიმის მსხვერპლი და ესეთი ჩვენს ქვეყანაში არის უკვე მრავალი ასეული ადამიანი, ვუთხრა, რომ თქვენ გუშინ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი, ჩვენ მოვიპოვეთ მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა ამ დარღვევაზე. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გუშინდელი ანგარიშის შემდეგ რეჟიმის ყველა მსხვერპლს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს მიმართოს შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით და მე იმედი მაქვს, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც არის რეჟიმის მსხვერპლი. აქ მე მინდა ვთქვა, რომ სრულიად სამარცხვინო იყო გუშინ რეჟიმის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება, გულისხმობ EUTHO-ში წარმომადგენელს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს და გვესაუბრება და მსოფლიოს ესაუბრება რუსეთის დიპლომატიური სიტყვარით და ადანაშაულებს EUTHO-ს პოლიტიკურ მიკერძოებაში. ეს იყო სამარცხვინო პასუხი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ საერთაშორისო სამართლებრივი წნეხის მოლოდინის გათვალისწინებით, რომელიც ამ რეჟიმს ემუქრება EUTHO-ს დასკვნის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაფიქრდება ივანიშვილის მმართველი რეჟიმი, მათ საუკეთესო ინტერესებში არის თუ არა მსგავსი ენით საუბარი საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დღეს, როდესაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, რომ არის უზარმაზარი გამოწვევები უსაფრთხოების, საქართველოს სჭირდება გაამყაროს საერთაშორისო კავშირები და მსგავსი ენით პასუხი იგნორირება და დაცინვა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების და შეფასებების ჩვენს ქვეყანას შეიყვანს მხოლოდ და მხოლოდ უფრო ღრმა შიხში. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნოს ყველა რეკომენდაციას, რომელიც EUTHO-მ გუშინ გასცა აღნიშნულ დასკვნაში.